ჩემი კლიენტები ხშირად გამოხატავენ გულისკენას იმასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ძალიან მნიშვნელოვან სათქმელს პოსტად დადებენ ან შექმნიან კონტენტს, არც ნათესავი, არც მეგობარი, არც ოჯახის წევრი მას არ ლაიქებს და არც აკომენტარებს. ეს სავსებით ადეკვატურია და ნორმალური. თქვენ პერსონალურ ბრენდს არ ქმნით იმისთვის, რომ მოსწონდეთ სისხლით ნათესავებს, არც კურსელებს, არც კლასელებს. თქვენ ქმნით პერსონალურ ბრენდს, როგორც ოფლაინ და ონლაინ სივრცეში იმისთვის, რომ თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი საქონელი, თქვენი მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს იმ აუდიტორიისთვის, ვისაც სჭირდება. იმ აუდიტორიისთვის, ვინც არის თქვენი სამიზნე აუდიტორია. შესაბამისად, უნდა დავიმახსოვროთ, რომ როდესაც თქვენ აშენებთ თქვენს პერსონალურ ბრენდს და თქვენ გეკნებათ წარმატება ბიზნესში, გახსოვდეთ, რომ სწორედ ეს ადამიანები გაღიარებთ და ეს ადამიანები დაგიკრავთ სტაჟს. მოდი ვთქვათ მეორე მხარეც, რატომ არ ლაიქებენ და აკომენტარებენ ჩვენი ნათესავები, მეგობრები და ახლობლები და რა არის ამის ძირითადი მიზანი? ალბათ იმიტომ, რომ შესაძლებელია არ უჩვენთ თქვენი პოსტები და არ აქვთ წვდომა და არ არის ხილვადობა. მეორე, შესაძლებელია კონკრეტულად იმ მომენტში აი ამ ადამიანს არ აქვს განწყობა, რომ დაგიწეროთ კომენტარი. მესამე, შეიძლება ამ ადამიანს არ აქვს ის ლექსიკური მარაგი, ის აზროვნების სტილი, რომელიც შეიძლება შეესადაგებოდეს და შეეფერებოდეს იმ კონტენტს, რა თემაზეც ამ კონტენტში საუბრობთ. და მეოთხე, შეიძლება მას არ სურს, რომ გამოხატოს თქვენს მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ და თავს იკავებდეს კომენტარის დაწერისგან. შეიძლება ასევე ამ ადამიანებს ხელს უშლიდეს ის, რომ თქვენი პოსტები არის საჯარო, მას უყურებს მთელი საქართველო და შესაბამისად მას არ სურს მისი კომენტარი მთელმა საქართველომ წაიკითხოს. ამიტომ ნუ გაბრაზდებით. კიდევ ერთხელ დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს ბიზნესს, თქვენს ავტორიტეტს, თქვენს საქონელს და მომსახურებას არა ლაიქები და კომენტარები ზრდის, არამედ მას ზრდის მომხმარებლები, რომლებსაც თქვენ სჭირდებით. ამიტომ გააგრძელეთ არჩეული გზა, ამაყად, თავდაჯერებულად და ყველაფერი საუკეთესო წინ გელოდებათ. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.